2 პეტრე 3:11 თუ კი ყველაფერი ასე დაინგრევა როგორ უნდა იყოს წმინდა ქცევაში და ღვთისმოსაობაში Jori Petre 3:12 რა კი ელით და ესწრაფით ღვთისმოსვლის დღეს აქ შევჩერდებით პეტრე ძალიან გონივრულ და სწორ შეკითხვას სვამს პირველ რიგში კითხვა არ არის რა უნდა გავაკეთოთ არამედ რა ადამიანები უნდა ვიყოთ ის თუ რა ვართ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის თუ რას ვაკეთებთ პეტრე ამ შეკითხვაზე უბრალო 3 ელემენტის შემცველ განმარტებას იძლევა. ის ამბობს პირველ რიგში წმიდა ყოველ ქცევასა და ღვთისმოსაობაში. მეორე, რა კი ელით და მესამე, ესწრაფით ღვთისმოსვლის დღეს. ამ 3 რამეზე საუბრობს. წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა. ღვთის დღის მოლოდინი და მისი მოსვლისაკენ სწრაფვა. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი პასუხი. სიწმინდე, ღვთის დღის მოლოდინი და მისი მოსვლისაკენ სწრაფვა. მოკლედ ვისაუბრებ ამ საკითხებზე პირველ რიგში სიწმინდეზე. ამის შესახებ ერთი ადგილიდან წაგიკითხავთ 2 კორინთელთა მე-6 თავის მე-17 მუხლიდან და გადავალთ მე-7 თავის პირველ მუხლზე. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავების დაყოფა თავდაპირველ ტექსტში არ იყო, ის მრავალი საუკუნის შემდეგ თარჯიმნებმა დაამატეს და ხანდახან აბნევს აზრს. ასე რომ დავიწყებთ 2 კორინთელთა 6. უმეტესი ნაწილი ძველი აღთქმიდანაა ციტირებული. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით ამბობს უფალი. ნუ შეეხებით უწმიდურს და მე მიგიღებთ. და მე ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემი ძეები და ასულები. ამბობს უფალი ყოვლის შემძლე. რადგან გვაქვს ეს დანაპირები საყვარელმა, განვიწმინდოთ თავი ყოველგვარი ხორციელი და სულიერი სიბილწისგან, აღვასრულოთ სიწმინდე ღვთის შიშით. ასე რომ, ღმერთი გვირდება, რომ იქნება მამა მათთვის, ვინც მის პირობებს შეასრულებს. გაითვალისწინეთ, რომ აქ არის პირობები. პირველი პირობა, გამოდით მათგან. აქ ურწმუნოებს გულისხმობს, არა სხვა ქრისტიანებს, არამედ ურწმუნოებს. და გამოეყავით. შეუერთდით ღმერთს, ნუ შეეხებით უწმიდურს და მე მიგიღებთ. უწმიდურთან შეხების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ერთი ძალიან გავრცელებული გზა, რაც თითქმის ყველას პრობლემაა, არის ჩვენი მენტალური დამოკიდებულებები და ის, რასაც გონებაში უშვებთ. is by our mental attitudes and the things we entertain in our minds. ასევე ის, რასაც უყურებთ. განსაკუთრებით ჩემი სტანდარტებით, ბევრი სატელევიზიო გადაცემა უწმინდურია. თუ განზრახ უყურებთ მათ, ჩვენ ვეხებით უწმინდურს. თუ ამის თავიდან აცილება არ შეგვიძლია, ეს სხვა საქმეა. არ ვამბობ, რომ ფილმებს არასდროს უნდა ვუყუროთ, მაგრამ მე და რუთი ძალიან იშვიათად ვუყურებთ, რადგან ისინი უწმინდურია. რამდენიმე წლის წინ იყო ერთი მართლაც შესანიშნავი ფილმი, ფრისკო ქიდი, ერქვა, არ მგონია ბევრს გახსოვდეთ. ის მართლაც ძალიან სასაცილო იყო. ისეთი კარგი იყო, დაფუძნებული იყო ახალგაზრდა ებრაელი კაცის ცხოვრებაზე, რომელიც რაბინი უნდა გამხდარიყო და პოლონეთიდან ლოს-ანჯელესში უნდა წასულიყო. ისე ზუსტად გადმოსცემდა ებრაელი ხალხის აზროვნებას, ისტორია შესანიშნავი იყო და მსახიობობა გამორჩეული. მაგრამ ფილმის შუაში ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე იყო აბსოლუტურად ბინძური ენა. ამას საერთო არაფერი ჰქონდა სიუჟეტთან. მე და რუთმა ვთქვით, რომ ისევ ვნახავდით. სხვათა შორის, ის ფლორიდაში ვნახეთ და მგონი, აუდიტორიის 80% ებრაელი იყო, რადგან ებრაელებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობდით.
ბოლოს ერთმანეთს ვუთხარით, რომ არ მინდოდა ჩემში მყოფ სული წმიდას ამ ფილმისგან წამოსულ ასეთ ენასთან ქონოდა შეხება. ეს პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ესაა მაგალითი იმისა, რას ნიშნავს უწმიდურთან შეხება. ამის გაკეთება არ არის აუცილებელი. ნუ დაუქვემდებარებთ თავს არასაჭიროდ იმ რაღაცებს, რაც სულიერად გაგაუწმინდურებთ. მე ბრიტანულ ჯარში ვიწამე და მას შემდეგ კიდევ 4.5 წელი გავატარე იქ. ჯარში ვერ აიცილებთ უწმიდურ რაღაცებთან შეხებას. ბრიტანელ ჯარისკაცებს თუ არ არიან გადარჩენილები, არ შეუძლიათ გინების გარეშე საუბარი. ასე რომ, ეს ყოველდღე 4.5 წელი მესმოდა. მაგრამ მე არ დამითმია საკუთარი თავი მისთვის. მისი თავიდან აცილება არ შემეძლო. ღვთისწყალობით მე არასოდეს დამითმია განზრახ ჩემი თავი იმისთვის, რაც გამაუწმინდურებდა. როგორც მქადაგებელი განსაკუთრებით ფრთხილი ვარ. რადგან ვიცი, რომ თუ გონებაში რამე შეუშვებ, ადრე თუ გვიანის ჩემი პირიდან გამოვა, როცა ვქადაგებ. მე ჩემს გონებას ვიცავ. რუთი დამიდასტურებს. მე განზრახ არაფერს ვიღებ გონებაში, რამაც შეიძლება ღვთის სიტყვა გააფუჭოს, რომელიც ღმერთმა გასაცხადებლად მომცა. ფიქრობ, ყველამ უნდა განვიხილოთ ეს. თქვენ არ ჭირდებათ ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე მაქვს, მაგრამ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს. ვეხები თუ არა უწმიდურს. ვუქვემდებარებ თუ არა ჩემს თავს არასაჭიროდ იმას, რაც ჩემს სულს გააუწმინდურებს. იესომ თქვა, მეტარ არიან წმიდა გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ. იგავების წიგნი ამბობს, რომ დაიცავით თქვენი გული მთელი მონდომებით, რადგან მისგან გამოდის სიცოცხლის წყაროები. ყველაფერი, რაც ცხოვრებაშია, თქვენი გულიდან მოდის. თუ სუფთა გული გაქვთ, სუფთა ცხოვრება გექნებათ. და თუ თქვენი გული უწმინდურია, თქვენი ცხოვრებაც უწმინდური იქნება. ეს არის უცვლელი კანონი, რომელიც მართავს ადამიანის ყველა ქცევას. და გახსოვდეთ, ის, რასაც თქვენს გულში დებთ, განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მიმართულებას. არ შეიძლება გულში არასწორი გქონდეთ და სწორად იცხოვროთ. და არ შეიძლება გულში სწორი გქონდეთ და არასწორად იცხოვროთ. ასე რომ, ის, რაც თქვენს გულშია, განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მიმართულება. მგონი, როცა აფრიკაში, კენიაში მასწავლებელი ვიყავი, დავინტერესდი სხვადასხვა აფრიკული დიალექტით. მათ შორის ერთი სახელად ლოორაგოლი, რომელზეც მარაგოლის ხალხი საუბრობს. მე აფრიკელი მასწავლებლების მოსამზადებელი კოლეჯის დირექტორი ვიყავი. არ ვიცი ატომ, მაგრამ შევედი ერთ-ერთი სტუდენტის საძინებელში და ლოორაგოლის ენაზე დავინახე იგავების 4:23. იქ ასე ეწერა, რადგან მათი ენა ოდნავ მარტივი იყო. დაიცავი შენი გული მთელი შენი ძალით, რადგან მისგან გამოდის ყველაფერი, რაც ცხოვრებაშია. და ეს არასდროს დამიწყებია. ყველაფერი, რაც ცხოვრებაშია, თქვენი გულიდან მოდის. თუ გინდათ კარგი ცხოვრება, იქონიეთ კარგი გული, სუფთა გული. და თუ თავს გაიუწმინდურებთ, საბოლოოდ თქვენ იქნებით ის, ვინც ყველაზე მეტად დაიტანჯება. Ultimately, you are the one that will suffer the most. ბიბლიის მორჩილება სინამდვილეში იმდენად არ უკავშირდება ღვთისმოსაობას. ეს არის კეთილგონიერება და ის მუშაობს. შემდეგ ღმერთი ამბობს, მე ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემი ძეები და ასულები, ამბობს უფალი ყოვლის შემდგომ. ღმერთი უპირობოდ არ სთავაზობს მამობას ვინმეს, ვისაც ეს უნდა. ის ამბობს, რომ მე მამა ვიქნები თუ ჩემს პირობებს შეასრულებთ. შემდეგ პავლე 7 თავის დასაწყისში ამატებს ამიტომ და თქვენ ზოგიერთს ალბათ გსმენიათ ჩემგან, რომ თუ ბიბლიაში ამიტომს იპოვით, უნდა იკითხოთ რისთვის არის ის იქ. და ეს ამიტომ წინა ორი მუხლის გამოა. ამიტომ, რადგან გვაქვს ეს დანაპირები, საყვარელნო, განვიწმინდოთ თავი. ზოგი რამ ღმერთს ჩვენთვის აქვს გასაკეთებელი და ზოგი რამ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ.
Სიწმინდის მრავალი ასპექტი არსებობს, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მაგრამ აქ არის რაღაც, რის გაკეთებაც ჩვენი პასუხისგებლობაა. განვიწმინდოთ თავი ყოველგვარი ხორციელი და სულიერი სიბილწისგან. ხორცის სიბილწე ვფიქრობ, უმეტესობას საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს. სექსუალური უზნეობა, სიმთვრალე, სიბრაზე, გინება. მაგრამ რაც შეეხება სულის სიბილწეს. ერთ რამეს გეტყვით, ჩემი აზრით, ოკულტიზმთან კონტაქტის ყველა ფორმა სულის სიბილწეა. ბევრი ქრისტიანი დღეს ხშირად უნებურად არის ჩართული ოკულტიზმში. Many Christians today often unknowingly are involved in the occult. Many Christians ბევრი ქრისტიანი ჰოროსკოპებს read კითხულობს. horoscopes. ასია, Maybe not. შესაძლოა აქ მყოფები არა. მაგრამ გეტყვით, რომ თუ მოსეს კანონის ქვეშ ცხოვრობდით ისრაელში და ჰოროსკოპებს კითხულობდით, სიკვდილით დასჯილი If you read იქნებოდით. horoscopes, you would have been put to death. ეს არის ღვთის შეფასება That's ამისა. God's estimate of it. მე არ ვაპირებ ოკულტური რაღაცების ჩამონათვალში შესვლას, ეს არ არის ჩემი მიზანი. But I მაგრამ ჩემ ცხოვრებაში აღმოვაჩინე, რომ ოკულტიზმის აღმოსაფხრელად ჩემი მხრიდან საკმაოდ დიდი შრომა გახდა საჭირო. to eliminate the occult. For instance, მაგალითად, კემბრიჯში ჩემი ძირითადი სასწავლო საგანი, რომელზეც ჩემი დისერტაცია დავწერე, იყო პლატონის on ფილოსოფია. which I wrote my fellowship dissertation was the philosophy of Plato. And და many ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია many პლატონით. Christians. ბევრ ქრისტიანს ნახავთ ფაქტობრივად. არსებობს ქრისტიანობის ფორმა, რომელსაც ნეოპლატონიზმი ჰქვია. განვიწმინდოთ თავი ყოველგვარი ხორციელი და სულიერი სიბილწისგან. დავასრულოთ სიწმინდე ღვთისშიში. ასე რომ, ეს ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობაა. ამის კეთებაზე ამ საღამოს კიდევ შემეძლო საუბარი, მაგრამ ეს ჩემი თემა არ არის, ჩემი თემაა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ამის გაკეთებაზე. My theme is we're responsible to do it. ეს არ არის ის, რასაც ღმერთი ჩვენთვის გააკეთებს. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ის ჩვენ გვეუბნება ჩვენთვისვე. Tells us to do for ourselves.